მოგესალმებით, მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ახალ ამბებს 4 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. 1 საათია შინაგან საქმეთა მინისტრი უწყებაში შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი სამინისტროში ზუსტად 3 საათზე მივიდა და თანამშრომლებს მიესალმა. ამის შემდეგ მას მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ შენობა დაათვალიერებინა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და სამინისტროს სტრუქტურულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. როგორი იქნება საკადრო ცვლილებები და რას გეგმავს უკვე მოქმედი ახალი მინისტრი მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაიკავა ვანო მერაბიშვილის კაბინეტი. თორნიკე კვერენჩხილაძე ისაუბრებს დეტალურად პირდაპირ ეთერში. თორნიკე, გისმენთ. თორნიკე, შენ პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ თუ გესმის ჩვენი? მე მოდივარ პროგრესული და მოწინავე იდეებით. ეს იყო პირველი მესიჯი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლისთანავე ჟურნალისტებთან საუბრისას გააჟღერა. ახალმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია ქართული ოცნების გუნდს მისთვის გამოცხადებული მაღალი ნდობისთვის. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილია სტრუქტურული ცვლილებები, თუმცა ეს არ მოხდება სამინისტროში დასაქმებული ადამიანების ხარჯზე. იმის გამო, რომ სოდის და კუდის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება არის ძალიან ნეგატიური, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს უწყებები გაუქმდება. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან ამ უწყებაში, ამ დეპარტამენტებში, ისინი უმუშევრები არ დარჩებიან და დასაქმებენ და გადანაწილდებიან სხვა სტრუქტურებში. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზეც, რომ შეიქმნება უსაფრთხოების დეპარტამენტი და ასევე დაგეგმილია რეფორმებისა და განვითარების ეროვნული ბიუროს შექმნა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სპეციალისტები და ეს ჯგუფი იმუშავებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე. ეს არის მნიშვნელოვანი დღე. მე ამავდროულად სრულად მაქვს გააზრებული ის ცვლილებები, რომელიც მეკისრება. მაგრამ მე მზად ვარ, აბსოლუტურად გააზრებული მზად ვარ მართლობი სისტემით. ჩვენი პრინციპი, ჩვენი მუშაობის თავარი პრინციპი იქნება შემდეგი. იქნება ძალიან პრინციპული, იქნება სამართლიანი, კანონიერი და ჰუმანური. კუდის დეპარტამენტი ვინაიდან საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს, საერთოდ ნეგატიური განწყობა არსებობს ამ დეპარტამენტის მიმართ, ჩვენი გაწოდებაა, რომ ეს დეპარტამენტი გაუქმდეს. მაგრამ ეს არ მოხდება ადამიანების ხარჯზე. იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ამ დეპარტამენტში. ამ დეპარტამენტის ფუნქციები გადანაწილდება, შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეულები. ეს იქნება საქმის უსაფრთხოების დეპარტამენტი და იქნება ძალიან მძლავრი ანტიკორუფციული სააგენტო. რაც შეეხება სოდის დეპარტამენტს, ანალოგიურად გაუქმდება სოდის დეპარტამენტი, მის ფუნქციებს შეითავსებს ძირითადად კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტი. დეტალურად მოგახსენებთ რამდენიმე დღეში. ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის პირველი სამუშაო დღე. მან შეხვედრა გამართა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ეკატერინე ზღულაძესთან დაახლოებით 9 საათის განმავლობაში. ისინი საუბრობდნენ დახურული კარის მიღმა. ეკატერინე ზღულაძე დაუკვირდა მედიის წარმომადგენლებს, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარს გააკეთებდა ჟურნალისტებთან, თუმცა ამ დრომდე ის არ გამოჩენილა. შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრა კვლავ გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში. ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიდრე ის უშუალოდ მის ახალ კაბინეტში შევიდოდა, თანამშრომლების ნაწილს მიესალმა ის და ამის შემდეგ უკვე ზღულაძესთან ერთად ოთახში შეხვედრაზე, ამის შემდეგ უშუალოდ გადავიდა შეხვედრაზე და დაახლოებით 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ეკატერინე ზღულაძესთან ერთად. დიდი მადლობა თორნიკე, ეს იყო თორნიკე კვერენჩხილაძე.